ჭიათურაში იაშვილის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონმა ფეხბურთში ალეკო ასათიანის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. ტურნირი 3 ივლისს დაიწყო და მასში ჭიათურის 12 უბნის 12 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ალეკო ასათიანის სახელობის თასისთვის ერთმანეთს ქვედა ნაგუთისა და ნიკოპოლის ქუჩის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში პირველი გოლი ნიკოპოლის გუნდის ფეხბურთელმა დავით სევასტოპულომ გაიტანა. თამაში ნიკოპოლის ქუჩის გუნდის გამარჯვებით 13-5 დასრულდა და მათ ალეკო ასათიანის სახელობის თასი გადაეცათ. ჯგუფში იყო 6 ძალიან ერთი დონის გუნდები ძალიან საკმაოდ ძლიერი და ცოტა გაგვიჭირდა ორი თამაში. მეორე თამაში 4-1 ვაგებდით, მაგრამ შემოვატრიალეთ. მეორე თამაშსაც 4-1 ვაგებდით, შემოვატრიალეთ და მე მგონი რომ წარმატებით გვიასპარეზეთ და გაიმარჯვა ძლიერი. ტურნირში გამოვლინდა საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, მცველი, თავდამსხმელი, ყველა მათგანს სიგელები გადაეცათ. საუკეთესო მეკარის პრიზი მომცეს, ძალიან კარგი ტურნირია, მივესალმები და ხშირად თუ ჩატარდება, უფრო კარგი იქნება. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წავაგეთ, მაგრამ ჩვენს მოწინააღმდეგეს უსურვებ წარმატებას. ალეკო ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ალეკო ასათიანი ჭიათურის მაღაროელის ფეხბურთელი იყო. ის 2001 წელს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენთვის დიდი პატივი არის საერთოდ რომ ადამიანის სახელი უკდავყოფილი არის, აგრეთვე ხელს უწყობ ახალგაზრდების ჯანმრთელ ცხოვრებას, მათ დამეგობრებას. სპორტში ისეთი არის რომ არ არსებობს დამარცხებული, გამარჯვებული არ არსებობს, უფრო მეგობრდებიან. ტურნირის ორგანიზატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება და ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა. ჩატარდა ჯგუფური სისტემით. ორი ჯგუფში მონაწილეობდა 6 გუნდი და თითო გუნდიდან გამოვლინდა 2 გამარჯვებული. და ნახევარფინალში მოიპოვა თამაშის უფლება ნიკოპოლის ქუჩამ, ჭავჭავაძის ქუჩამ, ქვედა ნაგუთმა და იაშვილის ქუჩამ. აქედან ფინალში დღეს როგორც ხედავთ წარმოდგენილი არის ქვედა ნაგუთი და ნიკოპოლის ქუჩა. სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადასცემს ფურა ჯილდოს 300 ლარს, მეორე ადგილზე გასულ გუნდს 200 ლარს. წარმატებას უსურვებ ორივე გუნდს. ჩვენ ყოველთვის აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, რომლებიც სპორტულ ღონისძიებებში, რომლებიც ჩვენს ქალაქში ტარდება. ალეკო ასათიანის სახელობის ტურნირი წელს მეორედ გაიმართა. ტურნირი უკვე ტრადიციულია და ის მომავალ წელსაც ჩატარდება.